ბალამის ირან-ისრაელის ომი გადაფარა თქვენმა ჩანთის ფასმა ქალბატონ თინათინ. ეხლა არ გიკეთიათ ის ჩანთა? არა, სხვა არის ეხლა? კი, ეხლა სხვა არის. ეს რაფასიანია შეგიძლიათ მითხრათ? გეთქვათ დაგხვდებოდით იმ ჩანთს. აი, არ ვიცოდი როგორ დაკონტაქტებოდით. არც ის ჩანთა აღმოჩნდა მოგრძალებული, რომლითაც ჩვენი კამერის წინ კულტურის მინისტრი დაუგეგმავად გამოჩნდა. გლოვი ხბოს ტყავის ბალენსიაგას მოდელმა იტალიიდან ფალიაშულზე კულტურის მინისტრის გარდერობში როდის გადმოინაცვლა არ ვიცით. 6 თვის წინ შევსებულ დეკლარაციაში ბრენდული ხელჩანთა, რომელიც მინისტრის სხვა ჩანთებთან შედარებით მოგრძალებული ფასი $3,190 ღირს ჯერ არ ჩანს. ძაღლთან ერთად მიდიხართ? მართლა სამსახურში დადის? რამდენიმე კითხვა გვაქვს თქვენთან. ოჯახის წევრი არ აქვს, მარტოა. ხო. ცოტა მტოვებელი არ აქვს. ძვირადღირებული ბრენდებისა და ბრილიანტებით მოჭედილი ოქროს სამკაულების მოყვარულ მინისტრთან არც ისაბელ მარანტის სათვალის და არც დემნა გვასალიას კოლექციიდან შეძენილ ნივთებზე სასაუბროდ მივსულვართ. ეხლა რა გაინტერესებს? გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისი ამჯერად იკვლევს, რა წარმომავლობა აქვს შემოსავლებს, რომლებსაც ოცნების მთავრობის წევრი ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს. ვერ გავიგე, ეს დეკლარაცია ხათუია შევსებულია. ეხლა გამოქვეყნდა, თქვენ ხო იცით, რომ პრობლემა იყო და არ ქვეყნდებოდა. თინათინ რუხაძე, მისივე შევსებული დეკლარაციის თანახმად საქართველოს ერთ-ერთი მაღალ შემოსავლიანი მოქალაქეა. ამ დოკუმენტის თანახმად მისი წლიური ხელფასი 9 მილიონს აღწევს. თინათინ რუხაძეს 2023 წელს ეროვნული სასახლის დირექტორის პოსტზე მუშაობისას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39,000 ლარი გადაუხადეს. 504 ლარი ჩაერიცხა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟიურის წევრობისთვისაც, თუმცა მისი მთავარი კოლოსალური შემოსავალი სახელმწიფო სამსახურში ყოფნის პარალელურად 2 კერძო კომპანიის მრჩევლობიდან არის მიღებული. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, ვის ეკუთვნის და რა საქმიანობენ კომპანიები, რომლებმაც რჩევებისთვის თიკა რუხაძეს წელიწადში 418,000 ლარი გადაუხადეს. დავიწყოთ ბიზნეს კონსალტინგ კომპანიით. ეს შეპესე თავად თიკა რუხაძის საკუთრებაა. 100%-იანი წილის მფლობელი ჩინოვნიკი დეკლარაციაში წერს, რომ საკუთარ კომპანიაში მრჩევლად იყო დასაქმებული და დირექტორმა მფლობელს რჩევებისთვის 158,500 ლარი გადაუხადა. თქვენივე კომპანიიდან ხელფასს იღებთ? არა, მაქვს უფლება. ანუ მეწილეც ხართ და არანაირად. არა, მაქვს უფლება. არა, უფლებას არ გეკითხებით, ანუ როგორ ესე ხო არ ხდება გაფორმება? ვეძებთ თინათინ რუხაძის კომპანიას, რომელმაც იმდენი იშოვა, რომ საკუთარ მფლობელს რჩევებში 10,000 ლარი გადაუხადა. ამ კომპანიის დირექტორი 21 წლის დიმიტრი ჩხეიძეა, რომელსაც კულტურის მინისტრმა კანონის თანახმად კომპანიის წილი სამართავად გადასცა. ასე გვიან მიდიხართ კომპანიის სამართავად? ახლა სხვა საქმეზე მივდივარ. სად არის თქვენი კომპანია? სად მდებარეობს? ოფისი არ გაქვთ? კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი, მინისტრის კუთვნილი წილის მმართველად დანიშვნის მომენტში ჯერ კიდევ 20 წლის იყო. ამიტომ ლეგიტიმურად ჩნდება კითხვა, ხომ არ იყო მასზე გადაფორმების პროცედურა ფორმალური და ვინ არის ბიჭი, რომელმაც თიკა რუხაძეს საკუთარი ბიზნესის მრჩევლობაში სოლიდური თანხა გადაუხადა. ამასაკში გქონდათ თქვენის გამოცდილება, რომელიც კომპანიის სამართავად იყო საჭირო, თუ მხოლოდ თიკა რუხაძის მეგობრის შვილობა იყო გადამწყვეტი? ასევე მაინტერესებს 100%-იანი წილის მფლობელი იყო ქალბატონი თიკა. ხო და რატომ? არ გაქვთ არაფერი სათქმელი? ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. ჩემთვის რას ნიშნავს? მე არ მოგწონვართ პირადად? კიდე უფრო ეჭქვეშ აყენებთ ამ დეკლარაციას და ყველა იმ მონაცემს, რომელიც აქ არის მოყვანილი. და არ შეგიძლიათ მარტივად მიპასუხოთ? სად არსებობს ეს ოფისი? სად არის? სად მუშაობთ? არ არსებობს საერთოდ? არასწორი ციფრები მიუთითა ქალბატონმა თიკა? მინისტრის კომპანიის მმართველს ამავე კომპანიის მრჩეველმა მინისტრმა სავარაუდოდ ისიც ურჩია, რომ შაბათის ეთერის შეკითხვებისთვის მხოლოდ დუმილით ეპასუხა. 20 წლის ბიჭს მიეცით სამართავად, ანუ რეალურად. ჩემი მეგობრის შვილს, რომელმაც ჩემი პროფესია აირჩია ერთ-ერთი და რომელიც ჩემ ხელშია გაზრდილი და რომელიც მიყვარს ძალიან, მეშვილები არ ამყავს და ვისაც მივცემ ეს ჩემი პრობლემა. არა, სხვა რამეს გეკითხებთ, ეს ფორმალურად ხო არ არის თქო წილის გადაცემა და სინამდვილეში ისევ თქვენთ. რაზე შემატყვეთ? ფორმალური მინისტრი ვარ? არა, მინისტრი რა შუაში კომპანიაზე გეკითხებით, ქალბატონ თინათინ. ამ ინტერვიუთი თიკა რუხაძე უნებლიეთ ადასტურებს იმასაც, რომ საკუთარი თანამდებობა ეროვნულ სასახლეში გამინისტრების შემდეგ უახლოეს მეგობარს გადაულოცა. ნინა ყიფიანი, ვინც ახლა სასახლეს ხელმძღვანელობს, სწორედ იმ დიმიტრი ჩხეიძის დედაა, რომელიც მინისტრს შვილივით უყვარს.
გამარჯობა, ქალბატონ ნინა. საკმაოდ ცხრიდან აქვართ. მეგონა რომ ადრე წახვიდოთ სამსახურში. ნინა ყიფიანი სამსახურში 12 საათზე წავიდა. მისი სამუშაო სივრცე რუსთაველის 6 ნომერშია. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თიკა რუხაძის გამინისტრებისთანავე გასული წლის ოქტომბერში გახდა. მანამდე 8 წლის განმავლობაში ამავე სასახლეში იმავე თიკა რუხაძის მოადგილე იყო. ქალბატონ ნინასთან ვარ შეგიძლიათ გადასცეთ TV პირველიდან არიან ხო? დედა საკუთარ თანამდებობაზე, შვილი კი საკუთარი კომპანიის მმართველად, ოცნების მინისტრმა ერთდროულად გაამწესა. როგორ მოხვდით ამ თანამდებობაზე, ჯერ ეგ მითხარით? 8 წელია მოადგილე ვარ. მოადგილე რო ხართ, მოადგილე როგორ მოხვდით? რას ნიშნავს როგორ? ვინმე გიყვანათ ქალბატონმა თიკამ, ვიცით რომ მეგობრები ხართ, მაგრამ ეგ იყო მხოლოდ და მხოლოდ რას არკვევთ ახლა როგორ დავინიშნე 8 წლის მერე? კი, ჯერ ამას გეკითხებით. კარგი, არ აგწვენეთ. და მერე რა? რა შეგენ? და მერე რა? ანუ თანამდებობა მემკვიდრეობით თქვენ დაგიტოვათ და შვილს თქვენ შვილს ამ ქალაქში არ ცხოვრობ და არ იცით მე სად მუშაობდი როგორ მუშაობ. მომიყევით. ნინა ყიფიანი მხოლოდ თინათინ რუხაძის მეგობარი არ არის. მის გავლენიან სამეგობროში ირიცხება ოცნების საპარლამენტო ლიდერი მდინა რაწეც. ჩვენ ინფორმაციით მათი გზები ჯერ მშობლიური სოფელ ღვანკითიდან, მოგვიანებით კი საადვოკატო საქმიანობისას გადაიკვეთა. მამუკა მდინარაძესთან ერთადაც ხომ მუშაობდით? ხო, მერე ვის დაუმალავს ეს? არა, არ დაუმალავს, უბრალოდ გეკითხებით. ეს იყო გადამწყვეტი თქვენს დაწინაურებაში თუ მხოლოდ ქალბატონიათ? ეს იყო გაგადახედეთ ჩემს. სხვა პასუხი არ გაქვთ, სამწუხინო რა არის? თინათინ რუხაძე მხოლოდ საკუთარი კომპანიის მრჩეველი არ ყოფილა. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი პარალელურად რჩევებს აძლევდა კიდევ ერთი მეგობრის, ნინო ზუზუ ნოდიას კომპანიასაც, რომელმაც მეგობარს რჩევებისთვის 1 წლის განმავლობაში 260,000 ლარი გადაუხადა. ხელფას იღებდით საკმაოდ სოლიდურს 260,000 მაგალითად თიხატიდან რჩევლის პოზიციაზე, ხო? რაც თერია ის. ჩვენ დავინტერესდით, რა სახის რჩევებს გასცემდა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის პარალელურად, ან როდის იცლიდა დამატებითი სამუშაოსთვის თინათინ რუხაძე, რომ მისი რჩევები მეგობარ ნინო ზუზუნოდიას თვეში 21,666 ლარი უღირდა. ძალიან ტვინიანი ქალი ვარ, ბევრს შრომობ, 40 წელია უკვე შრომობ და პირველი დღე არ არის, რაც მაღალ ანაზღაურებაზე ვშრომობ და რაშია. ანუ ვინც ტვინიანია 260,000 ლარს იღებს ყველა. კი. თანხა, რომელიც თიკა რუხაძემ დეკლარაციაში ჩაწერა, თანხის გამცემსაც ებევრა. სუსტად არც ნინო ნოდიამ იცის, რამდენი გადაუხადა სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ჩინოვნიკს თიხარტისთვის მიცემულ რჩევებში. რა სახის მომსახურეობა გაგიწიათ, რომ ამოდენობის თანხა გადაუხადეთ? კომპანია თიხარტის კონსულტანტი იყო წლების მანძილზე. ეს არ ვიცი, ახლა საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, 260 არ ვიცი. თვითონ ჩაწერა ქალბატონი. ნუ არ ვიცი. ეთყობა ესეა. არ გახსოვთ რომ ეს თანხა იყო? მე ათასობით ადამიანს ვუხდი ხელფას, ამიტომ 260,000 ლარს ყველას არ ვუხდით. ძალიან ბევრი ნახავთ, რამდენი მაქვს სხვებისთვისაც გადახდელი. აი რა შევხვდით თინათინ რუხაძეს? ასისტენტი იყო და ონლაინ ძალიან ხშირად თვითონ საღამოს როცა იყო ღონისძიება, იმაზეც მოდიოდა და ესწრებოდა და ჩემთან ერთად მეხმარებოდა ყველაფერში. აი მაგალითად რაში გეხმარებოდათ? აგეგმვაში, ვინ იქნებოდა პროფესიონალი მუსიკოსია. მუსიკალურ მხარეშიც მეხმარებოდა, სადადგმო ნაწილშიც მეხმარებოდა. რა ვიცი, დისტანციურად ხდებოდა, იმიტომ რომ ამ დროს სულ განაკვეთზე მუშაობდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. ონლაინაც ხდებოდა საღამოს ხანათებში, როდესაც ჩვენ ერთად ცხოვრობთ ფაქტიურად. კომპანია, საიდანაც რჩევებისთვის თინათინ რუხაძე მხოლოდ 1 წელიწადში 260,000 ლარი მიიღო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 2,700,000 არის დაფინანსებული. შეპს თიხარტ სახელმწიფო უწყებები კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას უყვეთავენ. თანაც ყველა შემთხვევაში უტენდეროთ. პირდაპირ შესყიდვის გზით. გამოდი კაკენდება სადაც არის გამოდი ჩვენ ვინტერესდებით ქალბატონმა თიკამ რომელი კომპანიისგან მიიღო ასეთი სოლიდური ანაზღაურება? თიხარტი, კომპანია თიხარტი. გავიგე, სახელი კი არ მაინტერესებს. შემოსავლების საიდან ქონდა ამ თიხარტს ამოდენობა? ძალიან ნახავდით მაგასაც ნახეთ, უბრალოდ კითხვას გისვამ. ქალბატონი თიკას გავლენები ხომ არ დაგეხმარათ, რომ ერთ წუთთან მოლაპარაკეთ? ერთი წუთი, ძალიან დიდი ბოდიში. მიუხედავად ძალიან დიდი პატივისცემისა. მე როგორ ხედავთ, ეხლა რომ თიკას
ლობირება მჭირდება რაღაცაში 35 წელია ამ ხელისუფლებაში რატო? რაში მჭირდება? მოლაპარაკებით მიიღეთ ყველა კონტრაქტი. ეს არის აბსოლუტური თველი. არანაირი დოკუმენტებს ვაჩვენეთ რა უხერხულ. არიცი? არა. მან არიცი? დოკუმენტები არ არსებობს. ეგეთი დოკუმენტი არ არსებობს, რომ ერთი ხერხული იქნება, ხაბატონინო. თუ ხერხული არის, თუ ხერასაც აკეთებ, თორე ვიღასაც ვაკეთებ, ის უკვე ხერხული რატო იქნება? რჩება განცდა, რომ კომპანიის მფლობელს არც მრჩევლისთვის გადახდილი ხელფასის ოდენობაზე აქვს ზუსტი ინფორმაცია და არც სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების შინაარსზე. რადგან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გარკვევით წერია, რომ შპს თიხარც არც ერთ ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია და 34-ვე კონტრაქტი გამარტივებული შესყიდვით, ანუ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით აქვს გაფორმებული. ჩნდება კითხვა, ხომ არ ეხმარებოდა მეგობარს ამ მილიონების მიღებაში თინათინ რუხაძე და 260,000 ლარი ხომ არ არის ამ დახმარების სანაცვლოდ მიღებული ჯილდო. ანუ არ მიგიღიათ ეს პირთან მოლაპარაკებით მაგას ამბობ. ტენდერებში, ბაზრის კვლევებში შეგიძლიათ ყველაფერი ნახოთ. კონკურენციისა და ტენდერის გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკებით 34 ხელშეკრულების გაფორმება ოცნების მთავრობასთან მჭიდრო კავშირის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. ფიქრობენ კორუფციის მკვლევარები, რომლებიც ასეთ საეჭვო შესყიდვებს წლებია სწავლობენ. ეს ტყუილი მარტივი გადასამოწმებელია, შეგვყავს აიდენტიფიკაციის კოდი და ვაწვევით ზებნას, გამოაქვს ოფიციალურ საიტს, რომ ჩანაწერები არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ არასდროს ამ კომპანიას არათუ ტენდერი არ მოუგია, არამედ მონაწილეობაც კი არ აქვს მიღებული. ამიტომ ახლა ლოგიკურია კულტურის მინისტრს ვკითხოთ, რა როლი ჰქონდა პირადად იმაში, რომ მეგობრის კომპანია, სადაც მრჩევლად იყო დასაქმებული, ბიუჯეტიდან 2,700,000 ლარის კონტრაქტი მიეღო. და 260,000 ლარი აიღეთ ამ კომპანიიდან, ხალბატონ თინათი. მე რა ეხლა ყველაფერზე მე რა შეიძლება რომ მიპასუხოთ? რაღაცას ახსნა ხომ უნდა გქონდეს. დოკუმენტებით ვარკვევთ, რომ დაფუძნების პირველ წლებში ახალბედა კომპანიას მცირე შეკვეთები ჰქონდა და პირველ ეტაპზე მხოლოდ მარკების, ჩეკების, ბანკნოტების, კატალოგებისა და სარეკლამო მასალების დამზადებას უკweთავდნენ. 2016 წლამდე კომპანია ხშირად ავეჯის აქსესუარების, ბაღჩეული პროდუქტებისა და საკანცელარიო ნივთების მიწოდებითაც იყო დაკავებული. შეკვეთების სიმცირე იმდენად თვალშისაცემია, რომ 2015, 16 და 17 წლებში თიხარ წელიწადში მხოლოდ ერთი შეკვეთა აქვს გაფორმებული. 2018-ში არც ის ერთი კონტრაქტი არ ჩანს. 2019-ში კი ერთადერთი დამკვეთი ეკონომიკის სამინისტრო იძებნება. კულტურის მინისტრის მეგობრის კომპანიის აღმავლობის ხანა 2021 წლიდან თბილისის მერიის მსხვილი დაკვეთით იწყება. ამ მასშტაბის კონტრაქტი კომპანიას არც მანამდე ჰქონია და არც მას შემდეგ. 756,720 ლარი კალაძის უწყებამ საახალწლო გალა კონცერტისთვის გადაუხადათ. შესყიდვების დოკუმენტაციაში ჩანს იმ მომღერლების სიაც, ვინც თიხარტმა მერიის დაკვეთილ ღონისძიებაზე ამღერა. ისევ ღამე, ისევ თოვა. ამ დროს თიკა რუხაძე ეროვნული სასახლის დირექტორია. თუ ქართულ ოცნებასთან არხარ დალაგებული მის რომელიმე მაღალჩინოსთან და მაფიოზურ პირამიდაში, კორუფციულ პირამიდაში ახლა ჩართული ტენდერსაც კი ვერ იღებ, მით უმეტეს ერთ პირთან მოლაპარაკება ძალიან ესეთი ძლიერი ლობირების გარეშე წარმოუდგენელია, რომ ვინმე მოგცეს და ვინმე დაკონტრაქტოს ესე ტენდერის გარეშე. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიას დიდი ალბათობით ყავს ფარველები და კონკრეტული სახელები და გვარები არიან, ვისთან მეგობრობს, ვისთან დაკალობს. 2021 წლიდან დღემდე გაფორმებული თითქმის ყველა კონტრაქტი 6 ციფრიანია. 11-დან 6 კონტრაქტი კი თბილისის მერიასთან არის დადებული. აბა გაგზავდებოდეთ ჩვენს სამუშაოდ. საქმე თინათინ რუხაძეს ნამდვილად ბევრი აქვს. ის აქციების 25%-ს კიდევ ერთ კომპანიაში, ალმონდ ჯორჯიაში ფლობს. ნუშის პლანტაციების მფლობელი შპს-ის მეურნეობა საგარეჯოში 27 ჰექტარზეა გადაჭიმული. ნუში ხარობს და იძლევა მაქსიმალურ მოსავალს. ალმონდ ჯორჯიაშიც კულტურის მინისტრის სამეგობროს ვაწყდებით. ნინა ყიფიანი ეროვნული სასახლის დირექტორად, ყიფიანის უმცროსი ვაჟი დიმიტრი მინისტრის წილის მმართველად, უფროსი კი ნუშის პლანტაციებში დირექტორად და აქციების 25%-ის მფლობელად გვევლინება. დღეს ვარ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფერმერი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა თავისი პატარაობის ოცნება რეალობაში აახდინოს. ქართული ოცნების კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ბიზნესთან ერთად საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. 2024 წლის ბოლომდე ის ნაციონალური მოძრაობის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან ერთად 19 წლის განმავლობაში ანტინარკოტიკული ფონდის დამფუძნებელიც იყო.
დოკუმენტების თანახმად რუხაძემ, მერაბიშვილთან და კიდევ 6 პირთან ერთად დაფუძნებული ფონდი 2024 წლის 30 ოქტომბერს კობახიძის კაბინეტის კულტურის მინისტრად წარდგენიდან 3 კვირის შემდეგ დატოვა. ისე დაახლოებით ვივარაუდეთ, რა დროს წახვიდოდით სამსახურში. ქართული ოცნების მინისტრობამდე თიკა რუხაძემ გრძელი გზა გაიარა. მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის პირველი არხის გადაცემა ჭორნიუსის პროდიუსერიც იყო. ბიძინა ივანიშვილის მთავრობის წევრი, ასევე იყო რუსული NTV-სა და ORT-ს თანამშრომელიც.